მე დედას და მამას ვერავინ ვერ შემეცვლის. შენ არ ხარ შენი მშობლების შვილი. თავიდან ვტიროდი ხოლმე. ძალიან რთულია იმით ცხოვრება, რომ სადღაც შენი შვილი დადის და შენ ვერ იგებ ის სად არის. დავიღალე ამ ლაპარაკით. დავიღალე. აი ესე რომ ამ ბავშვებს იქიდან კი არ დაყიდდა გოჭებივით. გააქვს წყანა მშობლების. არა, ვუთხარი კიდევაც რომ პირიქითა რომ მადლობელი ვარ რომ გამაშვილი ეს ისტორია რომ აფეთქდა და ამდენი დედა რომ მიასკდა იუსტიციის სახლს. შარში ვართ. თამუნა არ ვიცი, გააქვს თუ არა ნანახი ჩემი ინტერვიუები, თუმცა მიხვდები რომ დღეს სხვა სცენარით უნდა ვისაუბროთ, რადგან ეს გარდაუვალია შენს შემთხვევაში და ჩემი პირველი კითხვა იქნება, როგორ გახსენდება შენი ბავშვობა? მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ნანახი მაქვს კი ძალიან ბევრი, ყველა არა, მაგრამ ბევრი. ბავშვობა მახსენდება გადაცარევად. მე მქონდა არაჩვილი პირველი ბავშვობა. ცოტა მერიდება კიდევაც ჩემ ბავშვობაზე საუბარი, იმიტომ რომ რაღაც ვიდეოები რომ ხდება ხოლმე აი ადამიანები ყვებიან თავის ბავშვობაზე რაღაც განსაკუთრებულად ესეთი ბავშვობა ვისაც ჰქონდა ცოტა გამორჩეული არასტანდარტული 80-90-იანი წლების ბავშვებისგან ცოტა აგრესია მიდის მათ მიმართ რა რომ აი უარყოფით კომენტარებს უწერენ და რაღაცნაირად არ სიამოვნებთ მათი მხრიდან ამის მოსმენამდე მეუხერხულება ამას საუბარი თუმცა არა ასე ვთქვათ მატერიალური კუთხით და ფინანსური მდგომარეობით ვარ შევხედავთ მეორე მხრივ იყო ძალიან დადებითი და სითბოთი სიყვარულით ყურადღებით ბუბუნებით ყოველფრით ახსოვს ჩემი ბავშვობა ბევრ ადამიანს რომ არ ქონია ალბათ ისეთი იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ როდესაც ადამიანი შეგნებულად აჩენს შვილს და შეგნებულად იყვანს ბავშვს ის უკვე მომზადებულია იმისთვის რომ იყოს დედა, იყოს მამა, ეს არ არის თქვა შემთხვევითი და მიზანმიმართულად ცხოვრობს იმისთვის რომ ბავშვის ცხოვრება იყოს კარგი და საკუთარ თავს გვერდით, ზოგადად ჩვენი მშობლები თავიდან ბოლომდე საკუთარ თავს გვერდით დებდნენ იმისთვის რომ ჩვენ შვილები კარგად ყოფილიყავით. მე ვფიქრობ რომ დღევანდელ დღეს ჩვენ მშობლები ვერ ვართ ისეთი მშობლები როგორც ჩვენი მშობლები იყვნენ და ალბათ ვერც გადავუხდით ვერასდროს ჩვენ ამაკ ჩვენ მშობლებს, მაგრამ მაინც აი ჩემი მშობლები განსაკუთრებით იყვნენ ჩართულები ჩემ აღზრდა განათლებაში, ჩემ კარგად ყოფნაში და ასე შემდეგ. მე სამწუხაროდ ისეთი და ვერ ვარ, იმიტომ რომ მაინც არის რაღაცეები, რასაც ვთქვათ, მიწევს რომ ვაკეთო რაღაცეები, მიწევს რომ მოვაკლო ჩემი ყურადღება, იმიტომ რომ ისინი უფრო კარგად იყვნენ და ჩემი მშობლები ანაწილებდნენ ამ ყველაფერს ისე რომ არ მიწევდა ვთქვათ, მე ისე უყურადღებოდ ყოფნა და დროის დეფიციტი არ მქონდა მათთან ურთიერთობაში. თან ახლა რომ გახსენდება ბავშვობა, იყო ისეთი მომენტი, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. არა, მათი მხრიდან არა. მათი დამოკიდებულებიდან არა, არც ანთსების დამოკიდებულებიდან, იმიტომ რომ მე ვიყავი სანათისაუში პირველი ბავშვი. პირველი ვიყავი, იმიტომ რომ მამა ჩემი უკვე საკმაოდ ასაკში იყო და მის სანათისაუს უკვე დიდი შვილები ყავდათ და შვილიშვილები ელოდებოდნენ, ანუ ჩემ შემდეგ მამა ჩემის ხარ შვილიშვილები გაუჩნდა და დეიჩემის სანათისაუში პირველი ბავშვი ვიყავი და აი სანათისაუს მხრიდანაც ძალიან ჩართულობა იყო, ძალიან აი ესეთ სითბო ყურადღება იყო და არასდროს მათი მხრიდან არაფერი არ მიგუზნია. თუმცა შინაგანად რა თქმა უნდა ყოველთვის მქონდა ის რაღაცა, რომ იქ ვერ ვარ, სადაც უნდა ვიყო. როგორ გამოიხატებოდა? ვერაფრით, უბრალოდ მე ვგრძნობდი, რომ სხვა ადგილას ვარ. შენ გაქვს ნათქვამი, რომ ბავშვობაში გეუბნებოდნენ სხვები, რომ ნაშვილები ხარ? კი, ბევრი. ვინ იყო ასე? პირველი იყო ჩემი მეზობელი, ქალი. ანუ ეს არ იყო რაღაც ბავშვების თამაშის დროს ბავშვის მიერ შეუგნებლად გადმოსული ფრაზა. არა, ესე არ ყოფილა. ეს იყო ჩემი მეზობელი ქალი, ასაკოვანი ქალი, რომელსაც რა თქმა უნდა ქონდა ბავშვებთან შეხება. თვითონაც ყავდა შვილები და აი ამ ადამიანმა ესე გამომიცხადა. მე მითხრა რამდენი მეგობარმა, მაგრამ მე უკვე აღამჯეროდა, იმიტომ რომ მე მეგონა რომ იმ ქალის მიერ იყო ეს სჭორი გავრცელებული და მაგიტომაც არ უჯერებდი სხვებს. რატომ მოინდომა თქვა ეს შენ? ბოროტი იყო და იმიტომ. დღემდე ბოროტია. ცოცხალია? კი. გაქვთ ხოლმე რამე? არანაირი შეხება და კონტაქტი არ მაქვს ადამიანთან. დარწმუნებული ვარ, ეს რომ გითხრა შენმა მეზობელმა სახლში რომ მიხვიდოდი, შენს მშობლებს ეტყოდი. კი, ვუთხარით დედა ჩემს. დედჩემა ძალიან მძაფრი რეაგირება მოახდინა, დაუძახა მამა ჩემს რომ შოთა, რა ვქნათ.
მამა ჩემი წერს იპარსავდა მაგ დროს და მამა ატეხა ერთი ამბავი რომ რა სისულელეა და როგორ გჯერა დაურეკეო მამიდა შენს თუ არ გჯერაო ჩვენო დაურეკე მამიდა ჩემთან მამიდა ჩემი მოვარდა გაგიჟებული ოღარ გადაირიებს ლაპარაკობ ვის უჯერებო და მაგითი მორჩა ეს ამბავი ანუ არც გამხსენებია საერთოდ ეს ფაქტი 2016 წლამდე ხომ არა ერთხელ გაგიგია რომ შენ არ ხარ შენი მშობლების შვილი კი მკითხავ მას მითხარ ერთხელ 2016 წლამდე არ იყო ისეთი მომენტი რომ გულის სიღრმეში ეჭვგეპარებოდა კი როგორ არა აი ის რა არის რომ მეუბნებოდნენ ვიწყებდი თავის მართლებას რა რაღაცას რო დააშავებდა თავს რო იმართლება ის რაღაც ვიწყებდი თავის მართლებას და მე რაღაც ფაქტების მოყვანას და რას ეუბნებოდი ხო აი მე ხო ძმა მყავს და აბარანერად მეყოლება ძმა მე მახსოვს გიორგი როგორ იბადებოდა მახსოვს და ეჩიმ როგორ იყო სულად ანუ იმას ვერ დავუშვებდი რომ თქვა პირველი ბავშვი აიყვანეს და მე მეორე გაუჩნდათ როგორ ხდება ხოლმე მაგას ვერ დავუშვებდი და თან მე იმდენად გავდი მამა ჩემს რომ ანუ არც ვუშვებდი. სადღაც კი უგზნობდი, მაგრამ არ მინდოდა რომ ეს სიმართლე ჩემამდე მოსულიყო. მკითხავთან მაგიტომ მიხვედი? არა, მკითხავთან წავედით ჟურნალისტები ძალიან ბევრი და ეს კალი იყო ჩამოსული რეგიონიდან. ადრესი ესე იყო ხომ ეს ჩამოდიოდა და სტიდისა მეკობრო იკრიბებოდა. ნუ ის ჩამოდიოდა იმიტომ რომ იცოდა რომ ბევრი ადამიანი ელოდებოდა და ეს კალო შემოვიდა აი ამ გადმოხვედა ყველაზე შენ შემოდიო მეუბნება მეთქი რა ხდება და ნუ შემიყვანა ეს რაღაცა იბუტყუტა თავზე და მეუბნება რომ შენო ხარ ტიპოლუკროვკა მეუბნება რა ის პოლუკროვკა ანუ შენო ხარ ნახევრად უკრაინელი ნახევრად ქართველი მე ქალრას ბოჯიელობ ეს იყო ნუ მე როგორც მივხვდი მოკლედ იმის მე კიდე რამდენჯერ მე ვიყავი ამ ქალთან და რეების მელაპარაკა იყო აბსურდი მე როგორც მივხვდი ეს ქალი უყვებოდა იმ ვერსიას რომელიც იცოდა მეზობელმა არ ვიცი ამ ქალის ყურამდე მისული იყო ეს ამბავი და მაგიტომ მითხრა თუ რაში იყო საქმე, მაგრამ რა თქმა უნდა ტყუილი აღმოჩნდა ის ვერსია რაც მან მითხრა და ეს იყო ის ვერსია რომელიც იყო მე სამეზობლოს ჩემთან გავრცელებული რომ დედა იყო უკრაინელი, რომ მამა ჩემი იყო მამა ჩემი, რომ დედა ჩემს აღზრდ დედას ბავშვი არ უშებოდა და მამა ჩემი წავიდა უკრაინაში, იქ ვიღაც ქალთან ასე ვთქვათ გამაკეთა და ჩამომიყვანა მერე საქართველოში, რაც არის ტყუილი. ზოგადად უმეტეს გაშულებულ ბავშვს ეს ერთი ზღაპარი აქვს შექმნილი მშობლების მხრიდან რომ მამაა რომ რაღაცა წყნარად იყოს რომ აი მამა თუ მამაა მაშინ არა უშავს რაღაცა თითქოს ანუ მამამ თუ გაიგულავა ხო არა გაიგულავაზე არ არის მამა ამ შემთხვევაში არის გამოყენებული ну ასე ვთქვათ დონაცია ხდება რა ანუ ის ერთადერთი შემთხვევა იყო აი ამდენი 10,000-ობით ისტორიაში, როდესაც მამა იყო და მართლა საყვალისგან მოიყვანა ვიღაცა გოგო, მაგრამ სხვა არც ერთ შემთხვევაში მსგავს რამ არ დაიმთხვა, ეს არის ლეგენდა, რომელსაც შვილებს უყვებოდნენ. ჩემს შემთხვევაში ეს ლეგენდა იყო შექმნილი და რატო გონია ვინმეს რომ ბავშვის ის უფრო მარტივი იქნება იმის გაგება რომ რადგან დედას არ უშებოდა, მამა სხვა ქალთან წავიდა, სხვა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა და იმ ქალისგან გამოყვანილი ბავშვი გაზარდეს, ანუ მართლა ვერ ხვდები. გაუგებარია, მაგრამ ეს იყო ის ვერსია, რომელიც ვცოდნი მე და ეს იყო ის ვერსია, რომელიც მითხრა მკითხავმა, რომელიც არ დაემთხვა და ეგ ვერსია, როდესაც გაიგე მშობლები ცოცხლები იყვნენ. კი, მაგრამ არც მიკითხავს და ჩემს უცნაურად დამი. არა, ნუ ახლა ამას რო ვკითხავდი და ჩემს რო დედა იცი რა არის. თქვენ რო უკმარი იყავით, მამა ჩემი წავიდა უკრაინაში ვინმე ქალთან, კი? ანუ ვერ. და არც გქონია სურვილი? არა. არა, მაგის მე და ჩემი დაქალი წავედით, მე ვიცოდი რომ მე ვიყავი დაბადებული რკინიგზის სამშობიაროში. წავედით რკინიგზის სამშობიაროში, სადაც უკვე დევნილების იყო დასახლება, ასე ვთქვათ, შეასახლეს იმ ადგილას და არქივი იყო მე შენახული. მივედი და ხელით ვქეკავდი ამ არქივებს, მაგრამ რა უნდა მომეძებნა ხა იქ აბსოლუტურად ერთი სხვა სამშობიაროში ვიყავი დაბადებული, მაგრამ რეალურად რა უნდა მომეძებნა დაბადების დღეც კი არ ვიცოდი. ანუ მაშინ არ ვიცოდი რომ არ ვიცოდი, ანუ მაშინ მეკონა რომ იმ დღეს ვიყავი დაბადებული, მაგრამ მე გაიგო რომ ეს არ იყო სიმართლე. თამუნა, მინდა გაიხსენო, როდის გაიგე პირველად? უბრალოდ როდის გაიგე უკვე სწორი ფორმულირება არ არის. როდის შეუშვი შენს გულში და აი წერტილი დაუსვი მას რომ მიუხედავად იმისა, რომ მე საბუთების უპოვეს სახლში იუსტიციაშიც ვიყავი და ნუ იქ თითქმის დარწმუნებით მითხრეს, მაგრამ თლად ესე ვერ გეუბნებიან, მაინც სადღაც ვეჭიდებოდი ამ მარცვალს, რომ იქნებ რაღაცა შეცდომა. ნათესავებთან სცადე კომუნიკაცია ამ თემაზე.
მაგრამ არ გამოდიოდნენ ისინი კონტაქტზე, არ უნდათ ამ თემაზე საუბარი და ეს უფრო მაგიჟებდა, იმიტომ რომ გასვლა შემხვდი და მელაპარაკე რას ნიშნავს, ახლა ნათლია ხარ, მამიდა ხარ, გამზარდეთ და რატო არ მელაპარაკებით, ამ თემაზე კი არა, საერთოდ არ მელაპარაკე, არ მოხვიდიო მეუბნებოდნენ. და ბოლოს მოვატყუე ჩემ ნათლისავს, შემხელა გოგოს, რომელიც ჩემს 2 კვირით ადრე არის დაბადებული, რომ თქვი სიმართლე მეთქე და რა იცი მითხარი თქო რა და იმას ეგონა რომ მევიცოდი და მომიყვა რაც იცოდა ყველაფერი. ანუ მე რო გავჩდიო, რამდენიმე კვირაში მოგიყვანეს შენო და ყველამ ვიცით რომ აყვანილი ხარ. რას განიცდის ადამიანი მაგ მომენტში? წყენას თუ მაგ მომენტში არაფერი არ მახსოვს. ანუ არ მახსოვს რა განვიცადე. არ მახსოვს სახლში როგორ მივედი, ვის ველაპარაკე, ანუ ის დღე არ მახსოვს. იმდენად სტრესული იყო ჩემთვის, რომ ეს დღე ამოვაგდე საერთოდ მეხსიერებიდან, მაგრამ ნუ მე უკვე როცა გავაანალიზე, ეს იყო, რა ვიცი, აი შოკი კი არა, ეს იყო, აი წარმოუდგენელი მდგომარეობა იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე მაცხოვრეს კი ზღაპარში და კი კარგი ცხოვრებით და კი მართლა ძალიან ისე ცხოვრებით, როგორც ბევრს არ ქონია, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. გააქვს წყენა მშობლების? არა. გულწრფელია ეს? არა, რა თქმა უნდა, წყენა არ მაქვს მშობლების მიმართ, იმიტომ რომ მამა ჩემი მე 20 წლის ვიყავი, რო გარდაიცვალა და შესაბამისად ვერც მოვასწარი მასთან საუბარი, ამ თემაზე და არც მეტყოდა, ალბათ იმიტომ რომ დედაჩემის იმედი ქონდა, რომ მარინა ეტყვისო, მაგრამ დედაჩემი გარდაიცვალა მოულოდნელად, ანევრიზმა გაუსკდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ რომც არ გადასული იყო მოულოდნელად, მაინც არ მეტყოდა, მაგრამ წყენა არ მაქვს, იმიტომ რომ მე დედაჩემისთვის სხვის სიშვილი არ ყოფილი ვარ, ანუ ის არ განმიხილავდა და არ თვლიდა იმას, რომ მე ვთქვათ რაღაც სხვის შვილი, მე მისი შვილი ვიყავი რა და იმის თქმა, რომ სხვამ გაგაჩინა, მისთვის იქნებოდა ტრაგედია. თამუნა, როდესაც გადაწყვიტე დაგეწყო ბიოლოგიური მშობლების ძიება, არ ქონდა იმისი გრძნობა, რომ შენს მშობლებს ღალატობ? კი. იცი რა არის, ეს გრძნობა აქვს ყველა აყვანილ ბავშვს, მაგრამ ეს გრძნობა ჩვენი ბრალი კი არ არის, ეს არის ის გრძნობა, რომელსაც შთაგვაგონებენ, რომ გქონდეს ახლობლები და ნაცავები, იმიტომ რომ აი იმათმა დაიწყეს რა, რომ აი შენ ხარ უმადური, შენ ამას ვერ უფასებ, შენ პატის ვერ ცემ და აი ჩემ დაუნებურად თავიდან არ მქონია შეგრძნება რომ მე ვხალატობ და მე ამათმა რომ დამიწყეს ეს შთაგონებები, მე გამიჩნდა უკვე და ძალიან ნერვიულობდი. რეალურად ეგ ღალატია? არა, რა თქმა უნდა, საკუთარი გვარის ცოდნა ღალატი არ არის. პირიქით, ანუ მე ვფიქრობ, რომ ყველა მშობელი ვალდებულია, რომ თავის შვილს უთხრას, რომ მისი გვარი არის ეს. ყველაზე მტკივნეული რა გითხრეს ნათესავებმა? არა, ეს ნათესავს არ მახსენდება. მამიდამ? არა, მტკივნეული, ესეთი ფრაზები არ მახსენდება, მტკივნეული იყო მათი დამოკიდებულება რა, ზოგადად რომ იმათიც მისმის მართლა, რომ არ უნდათ სიმართლის თქმა ნერვიულობდნენ. თან იცი რა არის, უფროსი თაობის დამოკიდებულება კიდე უფრო სხვანაირია აყვანილი ბავშვების მიმართ და ჩვენც ახლა პატარები რომ ვიყავით, ისე გუსრდიდნენ სხვანაირად, რომ აი ერთმანეთზე ვიცოდით, რომ აყვანილები ვიყავით ახლა მე და ჩემ კლასში რამდენიმე აყვანილი ბავშვი მყავდა და მე ვიცოდი, რომ ისინი აყვანილები იყვნენ. იმათმა იცოდა, რომ მე აყვანილი ვიყავი, რომ ერთმანეთზე ვიცოდით და გვეცოდებოდა ერთმანეთ, რომ საწყალი აყვანილია. მაგრამ ერთმანეთში არ გაიგო. არა, რა თქმა უნდა. და აი ეს დამოკიდებულება, რომ აი მე აყვანილია ცოდოა, რატოა აყვანილი ცოდო პირიქით? რატო? ანუ ბევრად უფრო დიდი სითბო ყურადღება და სიყვარული მივიღე ყვანი მშობლებისგან, ვიდრე მივიღებდი გამჩენისგან. ახლა როგორი ურთიერთობა გაქვს ნათესავებთან? ნორმალური. თავიდან ცოტა დაგვეძაბა, იმიტომ რომ არ უნდათ არ ვიცი ხა ეს ეჭვიანობა ქონდა ჩართული, რომ იმაზე გადაერთვები თუ რა ეგოიზმი თუ არ ვიცი, მაგრამ ისევ დასტაბილურდა. ეხლა ორად ყოფ ყურადღებაზე გავაცანი ერთმანეთი. ხო, კი, და ერთმანეთშიც დამეკოპდნენ. ეხლა ჩემი შვილი უკრავდა პირველი ის ქონდა ივენთი, როგორც DJ და ორივე მხარე იყო მოსული. მამიდა? არა, მამიდა არა. როგორი ურთიერთობა? მამიდასთან არ მაქვს ურთიერთობა, არ მელაპარაკება. დღემდე? დღემდე ხო. მაგრამ ის გადმოცემით კონტაქტობთ. შენ დგავნა ბიჭს რომ შეურიგდე? არა. რატომ? მე იმიტომ რომ მე არ ვთვლი რომ მე დამნაშავე ვარ. რა? რატო გამომხედე? არ უბრალოდ გამომხედე.
ეს შეფასებითი გამოხატვა იყო. იცი რა არის, აი, სულ მეუბნებოდნენ, მთელი ბავშვობა მეუბნებოდნენ, რა ისე გავიზარდე, რომ აი შენ ხარ კოპიო მამიდაშენი. ეს სულ მაგას მეუბნებოდნენ. ხო და მან იცის მე რატომაც არ ვდგავ ნაბიჯს და მეც ვიცის რატომაც არ დგამს ნაბიჯს. რატომ? იმიტომ რომ არც ის ათვლის თავს დამნაშავედ. და ის მე მთვლის დამნაშავედ და მე მას თვლი დამნაშავედ. ეს ხომ არ არის რაღაც დიდი ადამიანის აზროვნება, ეს რაღაც პატარა ბავშვების წყენას უფრო გავს, არა? რამდენჯერმე მე თხოვე ჩემს რომ მინდა მეთქი მისვლა მეთქი და უთხარი თქო და არ მოვიდეს. და ეხლა მეტჯერ ვეღარ ვიზამნო. რა ქვია მამიდას? ლამარა. ლამარა მამიდა. თამონა, როდესაც ვნახულობდი იმ სასწაულ ფილმს მოპარული ბავშვები, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბიოლოგიური მშობლების ძიება არა მხოლოდ ინტერესი იყო შენთვის, არამედ აუცილებლობა. პრინციპი. რატომ? პრინციპის ამბავი იყო ეს პირველ რა თქმა უნდა პრინციპის ამბავი იყო. თავიდან ეს ყველაფერი დაიწყო აუცილებლობით. ანუ ძიება დაიწყო აუცილებლობით. მაგრამ მე უკვე გადაიზარდა პრინციპში, რომ დამემტკიცებინა სხვებისთვის, რომ მე ამას შევძლებდი. სხვა მიზეზი ხომ არ იყო? რა? როდის დაიწყე ძიება, როდესაც გავიგე რომ და სამწუხაროდ არც მამა და არც დედა აღარ იყვნენ შენს გვერდით. ეს ხომ არ იყო იმისი მუხტი, რომ დარჩი დედის და მამის გარეშე და იმედი გაქვს, რომ აი არსებობენ სხვა დედა და მამა, რომლებსაც მე დედას და მამას ვერავინ ვერ შემეცვლის. ეს არ იყო ამისთვის ნაბიჯი, ეს იყო ნაბიჯი იმისკენ, რომ მეჩვენებინა იმ ხალხისთვის, ვისაც ჩემ მიარჯეროდა და ვინც მეუბნებოდა, რომ შენ ამას ვერ შეძლებ, რომ მეჩვენებინა მათთვის, რომ მე ამას შევძლებ. და ზოგადად მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ნებისმიერ რამეს, რასაც მოისურვებს. აი შენ რომ მოინდომო, რომ რა ვიცი, ანტარქტიდა დაიპყრო და იქ დასახლდე, მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ამას იზამი. თუ მართლა გულით მოინდომებ. აი ზუსტად ვიცი რომ რაც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა, ყველაფერი გამოვა. ანუ ეს შენი ძიება არა იმიტომ იყო, რომ გაიგო ვინ არიან შენი მშობლები, არამედ რომ სოციუმს დაუმტკიცო, რომ პირველ და მაგარი ხარ? არა, ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მე უნდა მცოდნო და ვინ იყო ჩემი მშობელი, ვინ იყო ჩემი და ვინ იყო ჩემი ძმა და რა გვარი ვარ. აქედან დაიწყო რა თქმა უნდა. მაგრამ მე უკვე რომ ვერ პოულობდი და გამორიცხული იყო რომ მე მიპოვე, იმიტომ რომ ყველა გზა მოჭრილი იყო და არანაირი გზა არ არსებობდა, მე უკვე ვაწვებოდი იმას, რომ მე ამას შევძლებ. იმიტომ რომ იმას გონია რომ მე ამას ვერ შევძლებ. ანუ გამორიცხული, აი არანაირი ხელჩასაჭიდი არა. ხომ არ ამბობ? არა. ზოგადად, ბევრზე, ძალიან ბევრზე. ამ 8 წლის განმავლობაში არ გქონია ისეთი მომენტი, რომ დანებდე რადგან არასდროს, არც ერთი წუთით შემცხოვრებაში. აი მე რა გამოძრავებს მაგ მომენტში? აი ის ჯინი რომ დაუმტკიცო ვიღაცა. არა, საკუთარ თავში პირველ რიგში რა და იცი რა არის, იყო შემთხვევები, რომ აი რაღაც აი უკვე ერთ ნაბიჯს წიმდგავდი, მე უკან ორის გადადგმა მიწევდა, იმიტომ რომ კვალზე ვეღარ გავდიოდი, მაგრამ აი ამ 8 წლის განმავლობაში ერთი დღეც კი არ ყოფილა ისეთი, რომ მე დაბნებებულიყავი. მე მეუბნებოდა, რომ ცოტა ხანი დაისვენე, მოეშვი რა, 1-2 დღე არ მოეშვი. როდის გადაწყვიტე, რომ დახმარებოდი სხვებს შვილებისა და მშობლების ძიებაში? რომელი წელია ეს? 2017 წელს ჩვენ გავაკეთეთ გვერდი Facebook-ზე. ვეძებ გვერდი გავაკეთეთ. ოღონდ ეს გვერდი იყო უბრალოდ იმისთვის, რომ გაშვილებულ ბავშვებს, რომლებიც ესე საჯაროდ ვერ ყვებიან თავის ისტორიებს, მოეწერათ ანონიმურად და ერთმანეთთან ჰქონდა ეს ანონიმური მიმოწერა. მე ისე მოხდა, რომ შემთხვევით გავაკეთეთ ჯგუფი, ეს არ იყო მიზანმართ ვიღაც დახმარება, იმიტომ რომ საერთოდ არც მიფიქრია ვიღაც დახმარებაზე. და მე ისე მოხდა, რომ ერთს დავეხმარეთ შემთხვევით და ორს და 10, მე უკვე რაღაცნაირად აი ამდენი ადამიანი რომ მოგვაწყდა და ამდენი ადამიანი შენი იმედი რო აქვს, მე გიწევს, გინდა არ გინდა გიწევს დახმარება რა. როგორი გრძნობაა, როდესაც იგებდი რომ აი
შენი დახმარებით, აუ საოცარი. მაგრამ ამავე დროს შენ თვითონ აგრძელებდი ძიებას. იცი რა, იმ დროს მე არ ვფიქრობდი ჩემ თავზე რა, აი იმ დროს იმ ისტორიაში ვიყავი თავიდან ბოლომდე ჩაფლული. ძალიან მაგარი შეგრძნება, აი ძალიან. თავიდან ვტიროდი ხოლმე. ვიღაცები რო პოულობდნენ ერთმანეთს, აი ძალიან ჩართული ვიყავი და ძალიან ვტიროდი. ეხლა უკვე შევეჩვი, აღარ მეტირება. გააჩნია მდგომარეობას და სიტუაციას, მაგრამ ისე აღარ ვტირი. ერთ-ერთ გადაცემაში თქვი, რომ არ არსებობს, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა ცუდი ადამიანი იყოსო. ხო. როგორი გრძნობა იყო, როდესაც შეხვდი და მან არ მიგიღო. მიღება არ მიღება არ არის იმის აპრიორი, რომ ის უდი ადამიანია. დღეს როგორ თვლი შენ? ცუდ ადამიანად არ ვთვლი მე დღეს. უბრალოდ შეიძლება კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ ცუდი ნაბიჯი გადადგას. ან იყოს უდი ადამიანი და კეთილი საქციელი ჩაიდინოს. კარგის მკეთებელი ადამიანი არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგი ადამიანი. შეიძლება ადამიანმა ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთოს, მაგრამ ძალიან ბოროტი იყოს შინაგანად. შეიძლება პირიქით ბევრი ცუდი რაღაც აკეთოს, მაგრამ კეთილი ადამიანი იყოს. ობიექტურად რომ შევაფასოთ ახლა. ეგ ცუდი საქციელია თუ კარგი რაც გააკეთე? საქციელი არ არის იმის აპრიორი, რომ ადამიანი იყოს ადამიანი შევაფასოთ კონკრეტულად. მისი საქციელი იყო მისი ცხოვრებიდან და მისი წარსულიდან გამომდინარე. იმ მომენტში არ ვამბობ ახლა, როდესაც ამ მომენტს ვამბობ ზუსტად, რომ იმ მომენტზე საერთოდ არ ვსაუბრობ მე. ის მომენტი კიდევ უფრო გასაგებია ჩემთვის, ანუ ჩემი გაშლების მომენტი უფრო გასაგებია, ვიდრე არ მიღების. ის მომენტი მეც შეიძლება ვთქვა, რომ მოუწია, სხვა გზა არ იყო, სხვა დრო იყო. დღეს, როდესაც უკვე ამდენი წელია გასული და გიკავშირდება შენ ხო, ეს უფრო გაუგებარი იყო ჩემთვის, ვიდრე ის გავიგე კაცო. იმაზე არ მაქვს პრობლემა პირიქით. ანუ ვუთხარი კიდევაც რომ პირიქით, ანუ მადლობელი ვარ რომ გამაშვილი, იმიტომ რომ ისეთ ოჯახში მოხვდი და ისეთ სიტუაციაში გავიზარდე, რომ ბევრად უფრო მეტი სითბო მივიღე, ვიდრე მე ვიღებდი, იმიტომ რომ მისგან ვერ მივიღებდი იმას, რასაც ამათგან ვიღებდი, მაგრამ აი მე უკვე აი ეს შემდგომ იქმედება, იყო აი მართლა შოკის მომგვრელი ჩემთვის. რა მოლოდინი გქონდა, როდესაც მიდიოდი მასთან? არ მქონდა მოლოდინი. არა, მე ხომ მანამდე ველაპარაკე კაცო, მე ხო ვიცოდი უკვე. ხო, ნახე კაცო, საკმაოდ. და რომ მივდიოდი, ხო ვიცოდი უკვე რას მელოდებოდა. რომ მივდიოდი იმ დღეს ავსტრიაში ჩვენ რო წაგვიყვანა, Warner Brothers-მა წამოიყვანა კიდე ჩემი ბიძაშვილი, მამის ხრიდან ნია ზარანდია, ნია, ვისი დახმარებითაც მოხდა ამ ყველაფრის გახსნა. და მან რო გაიგო რომ ნიაც იქ იყო, მან იყო ძალიან ესეთი აი ეგ კადრი არის ეს დღე ამოჭრილი, ანუ ეს ფილმში არ ჩასვეს და აი არ ვიცი მათ რატო არ ჩასვეს, მაგრამ აი მამას რო ურეკავდა რომ უყვები რომ ეს ხდება და არ მინდა წასვლა თქო და რომ ის რომ ელაპარაკება, ეს საერთოდ ამოღებულია, ანუ კარგად ვერ გაიგო მაყურებელმა რაში იყო საქმე. მაგ დღეს რომ მივდიოდით, რომ უკვე შეთანხმებულად მივდიოდით მის სანახავად, რომ გაიგო რომ ნიაც იყო ჩვენთან ერთად, მან იყო კივილწევირი, რომ არ მოხვიდა. არის საერთოდ ნანახი არ ყავდა თვალით, მაგრამ რადგანო გურგენი სათესავია, ანუ მამის არ მოვიდეს და მეთქი მე გურგენიშვილი ვარ მაშინ საერთოდ და მაშინ არც ანუ არ უნდა და უბრალოდ შემიიქმისვა და რაღაცა მიზეს წამოეკი და ნიას ამბავს რა. პირველად როდესაც დაურეკე ბიოლოგიურ დედას არც მაშინ გქონდა მოლოდინი სითბოსი. არა. არა, მე ხო ნახე რაც, ხო ნახე. სანამ ნახავდი. აი სანამ შენ თვითონ გაისაუბრებოდი. არა. კარგი, მაშინ ასეთი კითხვა, პირიქით რომ მომხდარიყო. უფრო მძიმე იქნებოდა ჩემთვის. მაშინ რისთვის ეძებდი? რომ ცოდნოდა ჩემი გვარი, ჩემი სანათისაო, ჩემი რას ქვია, გენეტიკური დაავადებები. რისთვის ვეძებდი ჩახუტებისთვის, შენ როგორ ფიქრობ, რომ ეს ბავშვები გაშვილებული ბავშვები იმიტომ ეძებენ, რომ ჩაეხუტონ დედას? არა. იმიტომ ეძებენ, რომ სიმართლე იცოდნენ საკუთარ თავზე. დაბადების დღე არ ვიცოდი, მე როდის ვიყავი დაბადებული, უმეტესობა. მე როდის ვიყავი დაბადებული, არ ვიცოდი. მე ანუ ორივე შემთხვევაში მიგიღებს თუ არ მიგიღებს, ტკივილია. ნახე, სხვადასხვანაირი ტკივილია. მიღების ტკივილი კიდე სხვა არის, რომ იგებ, რომ შეხარ მოპარული. საერთოდ აი. არა, ეგ სხვა შემთხვევაში შენ ხარ მოპარული, დედამ არ იცოდა და მე ხდება ეს სიტყვა. ხო, ეს იქნებოდა ჩემთვის მართლა სიკვდილის სტოლფასი. კი ბატონო. და აი ამ შემთხვევაში რომ იცი რომ თვითონ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ დაგტოვა და ახლა მოინანია, ასე ვთქვათ, მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა
თუმცა სხვა გზა შეიძლება მართლა არ ქონდა და აი ახლა უნდა შენთან ერთად გააგრძელოს ცხოვრება, როგორ ძალიან მოიქცეოდი? გამიჭირდებოდა, ძალიან. ვერ გააგრძელებდი? არ ვიცი. ვერ ალბათ. აი დედაშვილურ ურთიერთობას ვერ ჩამოვიყალიბებდი ჩემი აზრით რა. მამის შემთხვევაში მაშინ როგორ მოხდა? მამასთან მაგ არაჩვეულებრივი ურთიერთობა. ხო და აი რა განსხვავება? ნახე, შობელი ხომ ერთია? ნახე, მამასთან მაქვს ფანტასტიკური ურთიერთობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამა ჩემი ვინც გამზარდა, მამა ჩემი არ არის, ანუ შოთა არის მამა ჩემი, იყო და იქნება ყოველთვის. გურგენი არის ადამიანი, რომელმაც არაფერი არ იცოდა საერთოდ. ანუ საერთოდ ის არ იცოდა, რომ ორსულად იყო ეს ადამიანი, ანუ არანაირი ინფორმაცია არ ქონდა. მე ვთვლი, რომ გურგენის მხრიდან ჩემს მიმართ დამოკიდებულება იმდენად გულწრფელი იყო და იმდენად გულწრფელი არის, რომ შეუძლებელია, რომ ჩემი მხრიდანაც იგივე გულწრფელობა არ წავიდეს რა. თუმცა აი ბოლომდე იმის გააზრება, რომ ეს არის მამა, მაინც მიჭირს. ანუ ეს არის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არის კი ბიოლოგიური მამა, მაგრამ აი ბოლომდე იმის აი რაღაცნაირად შეგრძნება, მიღებული მაქვს, მაგრამ აი შეგრძნება, რომ აი ეს მამა და რო დაურეკო რაღაც აი შეიძლება ის გავაკეთო, აი როგორც მამა ჩემს ვეუბნებოდი, რომ მამა დედა არ მიშვებს და შენ გამიშვი, ანუ ესე მამას ეძახი? არა, ვერა. სახელით მიმართავ. აი ეს თქვენობით. თქვენობით ხართ? ანუ გამოდის, რომ დედას და მამას შორის განსხვავება არის ვითარება? არა. დედას და მამას შორის განსხვავება არის ემოციური კავშირი, ბიოლოგიური კავშირი. აი დეაყობა იამყავდა სტუმრად და დეამ ჩამოყალიბა აი აბსოლუტურად აი ძალიან ისე გადასარევად. დედას და შვილს აქვს სხვანაირი კავშირი, სხვანაირი სულიერი კავშირი. და დედა უფრო ახლოს არის თუნდაც ეს ფიზიოლოგიურად შვილთან ვიდრე მამა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ დედას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება შვილის მიმართ და ზოგადად სამწუხაროდ საქართველოში ესეა დღემდე, რომ დედას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ვიდრე მამას. მე მაინც ჩემ გაშვილებაში ასე ვთქვათ, თუ როგორც არის ჩემ ბედში უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებ გამჩენს და არა შემქმნელს, იმიტომ რომ მას არ ქონდა იმას, რომ ცოდნოდა სიმართლე ის როგორ მოიქცეოდა და ის რას ეტყოდა, ეს საერთოდ სხვა ისტორიაა და ამაში არ ჩავდივარ ეს ეხრემად, იმიტომ რომ მას რომ ცოდნოდა, რომ რას იზამდა, კი წერდნენ კომენტარებში, რომ აი კაცია და რომ ისული იყო და რომ ეთქვა რას იზამდა, არავინ არ იცის ვინ რას იზამდა. არავინ არ იცის, მაგრამ რომ ვიცი ამან რაც ქნა. ამის ეს ცოტა სხვაგან ვყავარ მე. გისაუბრია ამ თემაზე ბიოლოგიურ მამასთან? გეშინია? რაზე მის დედის ქმედებაზე? არა. არ მიშნია ავსაუბრობთ ამ თემაზე. რატომ არ გინდა რაღაცის არ უნდა მას ამ თემაზე საუბარი და არც მე არ მინდა. ანუ ერთხელ რომ ეს ზედაპირულად ვისაუბროთ, მაგითი მოჭრთ ამაზე საუბარს. მე მისაუბრია მის ქმედებებზე და მის ფიქრებზე, მას უსაუბრია იმაზე, რომ აი რას იზამდა, როგორ მოიქცეოდა. რას ვიზავდი? ну ამბობს რომ აი ხაო მეო რო ვთქვაო და რომ გითხრაო რომ აი რაღაცა ვეტყოდი რომ აი რაღაცა ეს არ გააკეთო ის არ გააკეთო მე არ ვიციო მაშ რას გავაკეთებდიო და ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი და აი ძალიან მომეწონა მისი ეს დამოკიდებულება რა ანუ ერთადერთი ის ვიციო რომ ჩემცოლს რომ ცოდნოდაო რომ სადღაც ბავშვი არსებობს შემი საუბრობ წამოიყვანდა და გასრედე როგორც საკუთარზე იმიტომ რომ მისი მეუღლე იყო არაჩვეულებრივი ადამიანი აი არ ვინც კი იცნობს აი მართლა ყველა მოიხსენებს არაჩვეულებრივად მაგრამ ხა აი 30 წლის ბიჭი აი ხა 30 წლის მაინც ხო 30 წლის ბიჭი როგორ მოიქცეოდა როცა იგებს რომ მისგან არა ცოლი არამედ ერთხელანახი ადამიანი არის ორსულად არავინ არ იცის ხა მაგას ვერავინ ვერ იტყვის ჯერ იპოვე ბიოლოგიური დედა ხო ხო ქრონოლოგიას რომ მივყვეთ როდესაც გახვედი კონტაქტზე ბიოლოგიურ მამასთან არ გქონდა იმის შიში რომ მსგავსი რეაქცია იქნებოდა მამასაც არა რატომ
იმიტომ რომ თავიდან სანამ ამას ვეთყოდით სიმართლეს, ჯერ დაუკავშირდით ნათესავებს. გაიგო ჩემმა ძმამ დარეკა იქიდან. ჯერ ძმამ გაიგო. ხო, ჯერ ძმას გააგებინეს, ხო წებოდი არ უთხრა თქო და მაინც გააგებინეს. საფრანგეთის ხობს დარეკეს იქიდან ჩემმა ძმამ, ჩემმა ძამამ, ძალიან გახარებულებმა და აი ეს ერთი კვირა გქონდა სანათესავში გეგმის დასახვა რა უნდა გვექნა და როგორ უნდა გვექნა. და აი ყველა მეკითხებოდა რომ როგორ არ მიდიხარ კაცო კი მაგრამ როგორ არ მიდიხარ ამდენი წელი ეძებდი და ვერ წავედი იმიტომ რომ ერთი ნათესავი ერთ ქვეყანაში იყო მეორეში მესამეში და ყველა მეხოცებოდა რომ დამოვიდა ერთად ყველას უნდა იქ წამოსო და მე აიკლებდე ვიჯექი რომ ხალხო ჩამოდით და ამასობაში გაიგო თვითონ და მომწერა რომ რაღაცები გავიგეო და დამიეკეო რა თვითონ მოგწე პირველ როგორც ვიცი მეგობრებში ყავდა Facebook-ზე ეგ ისტორია მაინტერესებს საიდან ყავდა მეგობრებში საიდან მყავდა მეგობრებში და გენეტიკური ტესტი რომ გაიგეთა სანათესაო, გავიცანი მთელი სანათესაო მათ შორის გურგენიც, მაგრამ იქამდე ვერ მივედი რომ გამეტესტა. ანუ რიგრიგობით ტესტი. რამდენი ხანი ყავდა? 2 წელი. 2 წელი ყავდა ნამდვილი მამა მეგობრებში და არ იცოდი. ხო და აი რომ მომწერო და მირეკეო. მეთქი ვაი მე რა ვქნა გურგენი რეკავს და გათი 24 საათი ჩართული იყო მთელი სანათესავო სულ ეს ტელეფონით ავდიოდი და გათი შევგადარეკო და გადაგურეკე და რაღაცები გავიგეო და ვიცი რომ ჩამოსასაპირებო და ჩამოდიო გელოდები არაფერზე არ ინერვიულო და ამით მომეხსნა ყველანაირი ნერვიულობა და ყველანაირი სტრესი და ნუ მათ მივხვდი რომ ის არ მელოდებოდა რაც იქ მელოდებოდა გაგიხარდა? კი ძალიან დედის მიმართ წენა გააქვს დღეს? არა წენა არ მაქვს საერთოდ არანაირი ემოცია არ მაქვს. აი არანაირი. რატომ ეს დაბლოკილია შენში? ალბათ. ეს ფსიქოლოგიური აი საერთოდ არ ვფიქრობ. აი ახლა ისე მესაუბრები მგონია რომ სინამდვილეში გტკივა. იცი იმდენად დაბლოკილი მაქვს რომ აი მე ხო იმიტომ ვეძებდი. ეს კარგია რომ დაბლოკილია. კი. და შემდეგ რომ ამოხეთქოს. ხო და შეიძლება არ ამოხეთქოს რა. არა. იქნება არ ხეთქავს. თუ ამოხეთქავს, მე წავალ ფსიქოთერაპევტთან. ჯერჯერობით არ ხეთქავს. მეტი გამოცდილება გაქვს. ხო. ზოგადად ცხოვრების ვიტყვი რომ ამოხეთქავს აუცილებლად. ხო, სადღაც, მაგრამ ეხლა სადაც ამდენი წელი არ ამოხეთქა, იქნება აღარც ამოხეთქოს. რამდენი წელი არაც გაიგე მის შესახებ? მის შესახებ 2, მაგრამ აყვანილი რომ ვარ 8. აყვანილობაზე არა, აი რომ იცი რომ არსებობს. და რა იცი რომ აი ვინ გითხრა რომ ამოხეთქავს? ხო მეუბნებიან რომ თამუნა. შენ ერთხელ ისე ამოხეთქავ, რომ იქნება ძალიან ცუდი. მე შენ არ ამოხეთქავ. ხო, ნუ შენში ამოხეთქავს. კი. ახლაც ძალიან ანუ ვგრძნობ შენ სტანს რო ვაკვირდები ახლა არქს თლად არქსიან არა სკამზე ვერ ვსივარ კარგად და ვერ გავიგე ეს ფეხები საწავლა ხო გამოცვალეთ ეს სკამი კაიგე არა მართლა ის ხსნაირად გარეშე არქჯერა რო ამოხეთქავს არა მჯერა რო ამოხეთქავს მაგრამ შეიძლება არც ამოხეთქოს ამას ვამბობ რა არავინ არ იცის ვიმედოვნებ რომ რა თქმა უნდა რა მოხეთქოს და ყველაფერი ისე ხო მაგრამ თუ ამოხეთქავს ოკეია არც ის არ არის პრობლემა წავალ ფსიქოთერაპევტთან დავამუშავებ ტრამის და რომ მაგალითად მიხვიდე აუ დავდიოდი და არ მეშველა რა ვერ ამოხეთქე დავდიოდი ფსიქოთერაპევტთან დავდიოდი შაშან დავდიოდი ვიარე ყველაფერზე და დავიღალე ამ ლაპარაკით ყველაფერზე და აი ძალიან დავიღალე ამ ლაპარაკით დავიღალე. აი ესე რომ მეთოდეს, აი ლაპარაკში ფულის გადახდა, გადავიხდი და არ გადავიხდი უბრალოდ, რომ დავიძები აქათან და ვილაპარაკებ. არ მქონდა ესეთი შედეგი რა. თან ამძიების პერიოდში აღმოაჩინე საშინელი თემა, როგორც ბავშვების ყიდვა გაყიდვა. უკანო რა. რა თქმა უნდა. რა რეაქცია გქონდა? როდესაც თავიდან აი პირველი кейსი ქონდა ცოტა მეც უყურებდით ეჭვის თვალით ამ ყველაფერს და ვფიქრობდით რომ იქნება ეს ქალი იტყუება და იქნებ თვითონ გააშულა და ეხლა იგონებს. ნუ ერთზე ვიფიქრეთ, ორზე ვიფიქრეთ, მაგრამ უცებ რაღაცნაირად მაშინ პანდემია იყო რა და
ეს ისტორია რომ აფეთქდა და ამდენი დედა რომ მიასკდა იუსტიციის სახლს და ტრაფიკინგის აგენტოს და ამდენმა ქალმა რომ დაიწყო ისტორიების ერთი და იგივე ისტორიის წერა, მაშინ მივხვდით რომ თქო ეს არ არის საქმე როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რა იმიტომ რომ გამორიცხულია რომ ხა ამდენი ქალი ერთი და იგივე სქემას ხვებოდეს. და მათ მივხვდით რომ ძალიან შარში ვართ. იმიტომ რომ ამ რაღაცასთან გამკლავება და შეჭიდება და ამასთან ბრძოლა არ არის მარტივი, იმიტომ რომ ამ საქმეში ახლა ხო ხვდები რომ ეს სანიტარის დონეზე არ წყდებოდა და აი ზუსტად ეგ მიწერია შემდეგ კითხვაში რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ექიმის გადაწყვეტილება, ეს არის რაღაც იმ პერიოდში ჩინოვნიკების თავისთავად. აქ იყვნენ ჩართულები ნოტარიუსები, თარჯიმნები, რაღაც ძიძები, მძღოლები, ხო, მინისტრები, ზემდგომი ტიპები კიდე. ვიცით რამე მათ შესახებ სახელები? კი. შეგვიძლია ვთქვათ? არა. რატომ? მე მაქვს ხელი მოწერილი გაუთქმელობაზე. როდემდე გრძელდება ეგ? სანამ გამოძიება არ დასრულდება. აი ნახეთ, აი ხო ესეც ცოტა გაუგებარი ამ ხალხისთვის, რომ აი წერენ, რომ აი რატო არასახელებ იმათ სახელებს და გვარებს. როდესაც მე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიტანე დადასტურებული кейსები, მივიტანე პირველი პირის საბუთები, სადაც წერია სახელები, გვარები, თანამდებობები, პოზიციები და ასე შემდეგ. დღემდეც მაღალ თანამდებობებზე. რამდენიმე კი. ვაუ. მათ მე მომაწერინეს ხელი გაუთქმელობას. მე არ ვიცოდი რომ შემეძლო რომ მქონდა უფლება რომ არ მომეწერა ხელი. მე არ ვიცოდი, საიდან ვცოდნა. მოვაწერე გაუთქმელობას ხელი. ამიტომ შეცვლა არ შეგიძლია ახლა. არა. იცრე რაღაცა, ნუ ალბათ რაღაც პროცედურებს რო გავივლით, შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მე რატომაც არ ვასახელებ მისე, მაგრამ ესეც რო არ იყოს, ვერც დავასახელებ. ვერ ვიტყვი. რატომ? არა, მე ჩემ შვილებს შემიხედავ. გეშინია. ხო, რა თქმა უნდა. სანამ გავაგრძელებთ მაგ თემას, როდესაც პირველად მიხვდი რომ ბავშვებს ეს ყიდვა-გაყიდვა ხდებოდა, არ გქონია იმის ფიქრი რომ ვაიმე და არის იმის შანსი რომ მეც გამყიდეს და ჩემშიც პრობლემა მიიღეს. კი, რა თქმა უნდა, მქონდა მაგის ფიქრი მქონდა, მაგრამ მე დავწმუნდი რომ ესე არ არის, იმიტომ რომ აი ნახე როდესაც იწერება ისტორია, რომ ვიღაც გოგო წეს რომ დავიბადე 1990 წელს აქა და აქ არის ვისაც კი ყავს ბავშვი გაჩენილი 90 წელს ყველა ქალი გვწერს, რომ აი ჩემი ხო არ არის, ჩემი ხო არ არის, ჩემი ხო არ არის, ჩემს არავის არ მოუწერია. რომ აი ბავშვი მომპარეს, არავის ერთადერთი ქალი იყო იმანაც სხვა სამშობლოში გააჩინა და იმანაც უკვე ჩემი დაბადების მერე და გამორიცხული რომ იყო რომ ჩემი მშობელი ყოფილიყო. რამდენად მასშტაბურია ეს ამბავი ახლა? ძალიან მასშტაბური. ციფრები ვიცით? ნუ ჩვენ ნახეთ ყველაზე დიდი პრობლემა რაც ჩვენ გვაქვს არის ის რომ არ ვიცით რამდენი ბავშვია გარდაცვლილი, რამდენი ბავშვია მოპარული, რამდენი ბავშვია გაყიდული, რამდენი ბავშვია საქართველოს პარკლებს გარეთ გაყვანილი, არ ვიცით. თუმცა ვიცით, რომ 100,000-ზე მეტი დედა ეძებს, მაგრამ აი ამ დედის ბავშვი ნამდვილად გარდაიცვალა თუ არა, ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს და ამას ვითხოვთ, რომ გაგვაგებინეთ. და აქვთ საბუთი დამადასტურებელი ქალები ვერ ამტკიცებენ, რომ იმშობი არის. მშობიარობაც კი არ გაუტარეს. ნუ გასაგებია ესე იგი. და მას ახლა შეიძლება მაშინ ვთქვათ, რომ თუ მაგალითად ვიღაცას არ გაუტარეს, ესე იგი ის იყო იმ სქემის. არა, ესე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ბევრი ქალი ვერ ამტკიცებს, რომ იმშობი არა. ზოგ ხალხს აქვს გატარებული აბორტი. ამ დროს შეიძლება იმშობი არის. ზოგ ქალს უჩანს ბავშვი დაბადებული, მაგრამ გარდაცვალების ცნობა არ არსებობს და დღემდე ცოცხლად ითვლება მისი შვილი და ზოგ ქალს ხა ლიკა ჭიშკარიანის ისტორია, ანუ ნათელი მაგალითი ამისი ლიკა ჭიშკარიანის დედას, შარშანი პოვა დედა გენეტიკური ტესტით. დედას აქ დაბადების მოწობა, გარდაცვალების მოწობა და ანუ სამშობია რომ ზესტაფონის სამშობიაროში მიატანინეს ამის ლიკას ოჯახს სასახლე აუჭედეს თანამშრომლებმა და გამოადანეს, რომ ლიკას თავისი საფლავი აქვს და თავისი გარდაცვალების ცნობა. ამიტომაც ვისია გარდაცვლილი ვიღაცას რო უთხრათ რომ იცი რა თქვენ რადგან გარდაცვალების ცნობა გაქვთ თქვენი შვილი გარდაცვლილია ვერ ვამბობთ მაგას რადგან თქვენ ბავშვი დაკრძალეთ თქვენი ბავშვი გარდაცვლილია ვერც მაგას იმიტომ რომ დაკრძალეს აგერ ლიკა მაგრამ კი დადეს აგერ ცოცხლად გადასარევად პლეხანოვზე ვერ გაიგებ
ვერ ვიგებთ, ამაში ყოველთვის დიდი პრობლემა. და ამას ვითხოვთ, რომ გაგვაგებინეთ, რომ ამ ხალხმა ერთხელ სამუდამოდ გაიგოს, რომ თუ გარდაცვლილია დაისვენოს, რომ იცოდეს, რომ მისი შვილი გარდაცვლილია, იმიტომ რომ ძალიან რთულია იმით ცხოვრება, რომ სადღაც შენი შვილი დადის და შენ ვერ იგებ ის სად არის რა. ახლა როგორ არის საქმე კანონმდებლობის კუთხით ამ თემებზე? რამე შეიცვალა? არა. არის ისეთი кейსები, რომ ვინც დაისაჯა, ვინც ერთი ქალი, ირინა ბატიში. ოლგა გორელი კი? ბატონა, ოლგა გორელი კი? გეტყვით ახლა. მარისა წიფურია? ეს არის ოლგა გორელი კი. დიახ. ეგ ერთადერთი кейსი. არა, ერთადერთი არ არის. ოლგა გორელი კი თანამშრომლობდა პირველ სამშობიაროსთან და როდესაც ასე ვთქვათ ფაქტზე დაიჭირეს ოლგა გორელი კი რამდენიმე ბავშვი ყავდა სახლში და ყველა ბავშვი საკუთარ თავზე ყავდა გაფორმებული თითქოს და ის იყო დედა. ოღონდ სხვადასხვა ასაკის ბავშვებია 2 თვის, 2 კვირის, 3 თვის რანაირად. ესე გაყავდა ოლგა გორელის. რომელ წლებში ხდება? 2005-ში დაიჭირეს 2 წლებიან 6-ში. ასევე დაიჭირეს მარიზა წიფურია, მაგრამ მარიზა დაიჭირეს კახეთის ამბავზე რომელ წელს? 2006 წელს. ანუ ეს ხდება 20 წლის უკან. კი. მაგრამ ეს ბავშვები დღემდე ვერ უყავს ნაპოვნი, იმიტომ რომ ესენი დაიჭირეს ფაქტზე 12 ბავშვი რო გაყავდათ კანადაში. ნახე, ძალიან მაგარი სქემა იყო, ამას მართლა მოფიქრება ხოლმე. აი, საოცარი სქემა იყო. ეს ბავშვები მოყავდათ სხვადასხვა რეგიონების სამშობიაროებიდან თბილისში და სხვადასხვა ძიზებთან ცხოვრობდნენ ეს ბავშვები სახლებში. როგორც კი გამოუჩნდებოდა ამ ბავშვს ყიდველი, ასე ვთქვათ, მუშტარი, ეს მარისა წიფურია კახეთში სამშობიაროში, გურჯაანის სამშობიაროში, ვინმე ლალი დაპირელთან, სამშობიარის თანამშრომელთან, გზავნიდა, ასე ვთქვათ, წერილს დეპეშას, რომ ბავშვი არის ბიჭი, სასწრაფოდ გააფორმე. ეს ქალბატონი გურჯაანის სამშობიაროში აფორმებდა ამ ბავშვებს თითქოს და იქ დაიბადნენ, თავის ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს თხოვდა პირადობებს, პასპორტებს და იმათ სახელზე აფორმებდა ამ ბავშვებს. და ეს ბავშვები გადიოდნენ აბსოლუტურად სხვადასხვა სახელები და გვარებით საქართველოსდან თითქოს და იმათ შვილები იყვნენ. მოხდა ეს ამბავი ახლა როგორ გავხსენით ჩვენ. ეს ამბავი ხო თავის დროზე 2006 წელს ხო დაიჭირეს იქ გურჯაანის სამშობიარის თანამშრომლების ეს მარისა წიფურიას, ანუ ეს ხალხი დაიჭირეს. მალევე გამოუშვეს. ოღონდ ბავშვის მოპარვაზე არა, დაიჭირეს საბუთების გაყალბებაზე. და ეხლა რა ხდება? ეს ბავშვები რომ გამოჩნდნენ კანადიდან რომ დაგვიკავშირდნენ ეს ბავშვები, როგორ გავხსენით ეს ამბავი, რომ ამბათ აქვთ საბუთები და ვიპოვეთ ეს ბიოლოგიური ოჯახები და ეს ხალხი მოკვდა ადგილს თქვენ ხო აფრენტო. იმ ხალხმა არ იცოდა შვილები რა ყავთ მიფორმებული ზევიდან რა. გაიგეთ ეს ანალიზები და არ აღმოჩნდნენ მათი მშობლები. ანუ ესენი ვისი შვილები არიან არ ვიცით. ზუსტად ვიცით, რომ ეს არის დანაშაული, ვინც ყიდის. ვინც ყიდულობს? ხო ეგეც ხომ დანაშაული. ნახე ეს ხალხი ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ნუ იმათ ვერაფერს არ იმათ არ ვერც მოთხოვ კი რა ანუ იმათმა არ იციან რომ ეს დანაშაული იმიტომ რომ ისინი ოფიციალურად იხდიან თანხას იმათ გონიათ საბუთების მოგვარებაში ჩამოსვლაში სასტუმროს ნოტარიუსის სამართალში სიცოცხლეს ყიდულობს. ხომ არა არ იციან იმათ გონიათ რომ ეს ფული ეს $30,000 რომელიც გადაიხადეს სინამდვილეში მოხმარდა საბუთების მოგვარებას და მას ადამიანი ბავშვს საიდან გაჩნდა? ბავშვი კაცო აიყვანეს ოფიციალურად. ანუ გონიათ რომ იყვნენ ბავშვთა სახლიდან. კი, ამათმა ესე იციან რომ ეს ბავშვი ბავშვთა სახლში იყო დატოვებული, მაგრამ რადგან შენ აკავს, მოდი მე გადავიყვან ძიძასთან. ამ ხალხს გონია რომ ამ ფულს ყოველთვიურად რო უხდის ძიძას და ეს ბავშვის ძიძა რო ბავშვს უვლის, სინამდვილეში ძიძასთან კი არ მიდის ეს ფული. ეს ქალები იდებდნენ ამ ფულს ჭიბეში. ეს არის რაც შეეხება იმ მშობლებს, რომლებსაც აყავდათ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ საქართველოში ვეწყიდულობდა ბავშვს. ეს კიდე უფრო ცოტა მძიმე ამბავია, იმიტომ რომ ნახე რეალურად ბავშვების ყიდვა, გაყიდვის ინიციატორები, ასე ინიციატორი კი არა, ინიციატორი ვინ გამოდის მაგ შემთხვევაში კარგია რომ მითხარი. ხო, ალბათ მშობელი რა, ამყვანი. იმიტომ რომ, ნუ ალბათ დაიწყო მშობლიდან დაიწყო ალბათ ეს ამბავი, იმიტომ რომ იმდენად რთული იყო ბავშვის ოფიციალურად აყვანა და იმდენად ცოტა ბავშვი იყო ბავშვთა სახლებში,
და ვინც იყო ზოგს დედა არ უწერდა ხელს გაშვილებას, ზოგი პრობლემური ბავშვი, ანუ არავის არ უნდოდა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვის აყვანა. ყველას უნდოდა მინდა ქერა ბავშვი, მინდა შავგრემანი ბავშვი. საკუთარი გადმოსახედიდან აფასებდნენ, ანუ საკუთარი გარეგნობიდან უბრალოდ რომ შვილი მას დამსგავსებოდა. და რადგან ბავშვთა სახედიდან ბავშვის აყვანას მინიმუმ 10-15 წელი მაინც ჭირდებოდა, მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. და ვინმე ახლობელი თუ მუშაობდა სამშობლოში ეუბნებოდა რომ ბავშვი თუ დატოვა დედამ დამიკავშირდის სანამ გადაიყვანენ ბავშვთა სახლში. მშობლებმა დაბადეს მოთხოვნა ბაზარზე, შავ ბაზარზე. ხო. ანუ დიდი ასე ვთქვათ დანაშაული მასე არის. იმიტომ რომ სამშობია რომ ნახე სამშობია რომ ანუ მან ესე ვერ ვიტყვით რომ მშობლის ბრალი ყოველს ბრალი იყო იმიტომ რომ სამშობია რომ თანამშრომლები რომ ყოფილიყო კეთილსინდისიერები ამ ბავშვებს იქიდან კი არ დაყიდდნენ გოჭებივით გადაუშვებდნენ ბავშვთა სახლში და ამ ხელა რიგი აღარ იქნებოდა იმიტომ რომ ეს მაგრამ ვერ გადაუშვებდნენ იმიტომ რომ ეს ბავშვები ხო არ იყვნენ კაცო გაშვილები ესენი მოპარული ბავშვები იყვნენ და მოპარულ ბავშვებს ხო ჭირდება საბუთები და ამდე საბუთს საიდან გააკეთებდნენ და შესაბამისად ეხლა მეკიმება რომ ნახეს რომ გაიზარდა მოთხოვნა ამ ბავშვებზე. მე ბავშვი არ გყავს, მაგრამ აი ვიღაც მინისტრს უნდა ბავშვის აყვანა. ვიშოვოთ. მოდი და ოპა წამოიყვანეს ბავშვი ვიღაცას ააცალეს. ერთი რომ გაიყვანეს, გაყიდეს და მიხვდნენ რომ გაჭრა იმან რომ მესამე დღეს ფილტვი არ გაიხსნა, გაჭრა. მეორე მესამე და ნელ-ნელა ესე ჩავედით და ჩავედით ფსკერს. ვიცით სახელებით და გვარი იმ ხალხის ვისაც ყავს ნაყიდი ბავშვი. ყველა ნაყიდები ვართ. შენც. რა თქმა უნდა. როგორი შეგრძნება? აუ რა ვიცი, კარგი. საივა ამას ან იუმორით უყურებ რა. მართლა ეხა ამაზე აუ არა იცი ეხა მე რო ეხა ამაზე სერიოზულად დავიწყო ფიქრი რომ აი მშობლებმა მიყიდეს ხო გავრეკავ და იუმორით ვუყიდე რატო გინდა რომ ყველაფერს ისე უყუროთ ჰოროსკოპით ვიხარ მერწყული არ არის მაგრამ ცოტა დეპრესიისკენ მიდრეკილები არ დეპრესია ხო და აი რაღაც გინდა რომ აი როგორ რატო აი მძიმეა არ არის მძიმე რა მიყიდეს რა ზოგადად იუმორი ფსიქოლოგიაში არის თავდაცვის მექანიზმი. რა თქმა უნდა, მე ყველაფერს უყურებ იუმორით. ანუ ყველაფრისგან რაღაც თავს იცავ. არა, თავს კი არ ვიცავ, მე ვფიქრობ, რომ მარტივებ ცხოვრებას. მარტივად ცხოვრება ჯობია რა. მე არ ვნერვილობ არაფერზე. არასდროს არ ვარ დეპრესიაში. არასდროს. იმიტომ რომ მე თუ ვიცი რომ აი ეს რო გავტეხო ამაზე მე არ ვინერვიულებ, იმიტომ რომ ამ წავალ და ახალს ვიყიდი და მოვიტან. ამაზე არც მე სიტყვაზე ვამბობ. თუმცა, როდესაც თუ რამე სიტუაცია იქნება, ნახე, დედა კი არა, შვილმაც რომ მითხრას, რომ არ მიდიხარ, არ ვუნდივარ, რა ვქნა ეხა? არ ვუნდივარ. მე მარტივად გავშვებ შენ შვილს. ნუ ხო, თუ არ ვუნდივარ, ეს მისი გადაწყვეტილება, ხვდები? მას არ ვუნდივარ. თუ ადამიანს არ ვუნდივარ, არა უნდა გინდოდე, ხო, ესე ხო არ ხდება. არა, მაგრამ ეცდები რომ რაღაც არ ვეცდები, ნუ არ ვეცდები რა ვკითხავ, რომ რატო შვილო, რა დავიკიშავე რა, მოგაკელი, მაგრამ თუ მეტყვის რომ არ მინდა დედა, მინდა ცალკე ცხოვრება, მინდა წასვლა, წადი. შენ ქონდა იმის საშუალება რომ გეკითხა, რატომ არ გინდივარ? რატო? არა, რატო? არ გაინტერესებდა მისი გადაწყვეტილება. ადამიანს თუ რაღაც არ უნდა. აი, ადამიანს არ უნდა. არა, არ უნდა ერთია, მაგალითად რომ ანუ აი არ მინდა, ხო? მაგრამ არის ის რომ მას არ უთქვამს მე არ მინდიხარ, ესე არ უთქვამს. ანუ ესე არ უთქვა. მან თქვა რომ თუ გინდა რომ მე შენ მიგიღო, შენ უნდა თქვა რომ შენ ხარ სამშობლოდან მოპარული ბავშვი. და რა, ჩემებით. ხო. მე ვუთხარი რომ ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე რომ ვთქვა რომ მე ვარ სამშობლოდან მოპარული ბავშვი, მე ეს ამბავი აუცილებლად გასკდება და ყველა გაიგებს რომ მე არ ვარ მოპარული და მე აღარ დამიჯერებენ აღარც მე და აღარც იმ 10,000-ობით დედას, რომელსაც მართლა მოპარეს ბავშვი. შენ ესე იგი ისინი გირჩევნია? მე სიმართლე მირჩევნია. ჩემთვის თავარი არის სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს და დანარჩენი ეს არის უკვე შენი გადაწყვეტილება, გინდა მიიღო, გინდა არ მიიღო. ფილმში თქვი რომ შენ არაერთხელ მიგიღია მუქარა. კი. რა სახის მუქარა ეს? რო გავჩერდეთ. რო აღარ მოვწევ, რო კონკრეტულად რომელიღაც ადამიანს, რომელსაც მივაგენით ბავშვების გაშვილების ამბავში, რო შევეშვათ. თვითონ ეგ ადამიანი გწერს თუ ვიღაც უფრო? არა, ვიღაც უფრო ისეთი არ გამოჩენია. აი ვიღაცების მოგზავნით რა, რომ გაჩერდით ანებით. რო არ გაჩერდე რა მოხდებაო? აღარ მიკითხავს. მაგრამ არის რამე ისეთი. ნუ რა ვიცი, ხა აი რა ქვია. კახეთში რო არის,
მოკლედ კახეთში იყო ერთ-ერთი სამშობიარო და იმისმა გინეკოლოგმა შემოთვალა, რომ აქ ვარ ჩამოხვიდე, თორე გესვრიო. ხო, ნუ აი არ ჩახვედე. ჩავედი. აქსის. ხო, აი ეს არის იმდენად ისეთი რა ვიცი. მარაზმი. ნახე, ჩემზე სროლით და ჩემი გაჩერებით არაფერი არ შეიცვლება. არაფერი არ შეიცვლება. მე რომს გამაჩერონ, უკვე ისი არის ეს ტალღა აგორებული, რომ მე რომს გამაჩერონ, იმათ ვერ გააჩერებ მე რა, ამ დედას ვერ გააჩერებ და ვერ შულს ვერ გააჩერებ, რომელიც დედას ეძებს და მე კაი გავჩერდები. მაგრამ ისინი ვერ გაჩერდებიან. გრძნობ რამე პასუხისგებლობას შენს. ძალიან დიდი პასუხისგებლობას გვზრუნებ არა მარტო ჩემზე, არამედ ჩემ გოგოებზეც, იმიტომ რომ ერთად დავიწყეთ ეს საქმე და მე და ჩემი ჯგუფის გოგოებმა მე ვფიქრობ, რომ მართლა შეუძლებელი შევძელით, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ავაგორეთ ახალი ტალღა და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთეთ საქართველოს ისტორიაში. ჩემი გადაცემის ბოლო კითხვა. რისი გეშინია? მეშინია რომ ისე დროს სწავლა ამ ქვეყნიდან რომ ჩემი შვილები არ მეყოლებიან ფეხზე დაყენებული. ერთ-ერთი ამის მეშინია. რომ ისე დროს არ დამემართოს რამე რომ ჩემი შვილები არ იყვნენ მყარად ფეხზე. ამ კითხვის შემდეგ არ ვაგრძელებ ხოლმე საუბარს, თუმცა მადლობა რომ ხარ. მადლობა მოწვევისთვის.